გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ლუის ენრიკეს მოთხოვნა და კვარაცხელია მორიგ სკანდალში. ხმაურიანი განცხადებები იტალიიდან. მიქაუტაძეს ან საერთო ენა სწრაფად გამოვნახეთ. რას ამბობენ გიორგის შესახებ? ვიდეოს დაწყებამდე კი ნუ დაიზარებთ ვიდეოს მოწონება. მოდით ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ამ თვეში კი ჩვენი მიზანია რომ 95000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თხოვნა გამოყო 2 წამი და გამოიწერო არხი. მადლობა მეგობარო თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. გუშინ უდინეში საბა გოგლიჩიძის პრეზენტაცია შედგა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი კი უდინეზესთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ადგილობრივ მედიას პირველად გაესაუბრა. ასევე საბას ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო დეტალიც გასაჯაროვდა. კერძოდ მის ტრანსფერში თავისი წვლილი ჩაკვეტაძესაც შეუტანია. როგორც მოგეხსენებათ, უდინეზესა და ვოტფორდს ერთი მფლობელები ჰყავთ. აქედან გამომდინარე ორ კლუბს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. უდინელთა სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა ნანიმ კი ამ გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტზე ისაუბრა და ახსენა, რომ გოგლიჩიძე მას შემდეგ შეიძინეს, როცა ჩაკვეტაძე მათ რჩევები მისა და კარგად დაუხასიათა. მე კი აქვე გეტყვით, რომ უდინეზე სერიას 25 აგვისტოს დაიწყებს, სადაც გოგლიჩიძის გუნდი კვირას ვერონას უმასპინძლებს. თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ფრანგული მედია დავითაშვილზე ალაპარაკდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. სურიკო დავითაშვილზე კი საუბარი არ წყდება. ჯერჯერობით უცნობია დატოვებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი სენტენტიენს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლიგა 1-დან გავარდნილი სენტენტიანი შემადგენლობის ოპტიმიზაციით იყო დაკავებული. გუნდით 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ეს არ ეხება მწვანეების მთავარ აქტივებს, ლუკას სტასენს და ზურიკო დავითაშვილს. მთავარი მწვრთნელი ერიკ ჰორნელანდი ამ ორი შემტევის გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა თუ რომელიმე კლუბი სენტენტიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ბელგიელმა ან ქართველმა შესაძლოა რომ გუნდი დატოვონ. ამ დროისთვის კლუბს ოფიციალური შეთავაზება სტასენთან ან დავითაშვილთან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. წერენ ზურიკო დავითაშვილის შესახებ. მეცთან მატჩის წინ ლიონის ახალწვეულმა ტაილერ მორტონმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა კი ლიონის ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ეხებოდა. მიქაუტაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და გამორჩეული ბომბარდირია. ასეთ ფორვარდსთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. მე ძალიან მომწონს მოედანზე გარემარბებთან და ფორვარდებთან კონტაქტის დამყარება. მიქაუტაძესთან კი საერთო ენის გამონახვისთვის ბევრი ვარჯიში არ დამჭირვებია. ლიგა 1 კარგი ჩემპიონატია ხარისხიანი ფეხბურთელებით. აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და ამიტომ ჩავთვალე, რომ აქ თამაში ჩემს კარიერაში გამომადგებოდა. ტრანსფერამდე კი პაულო ფონსეკას რამდენჯერმე ვესაუბრე და აგენტს ვუთხარი, რომ ლიონში თამაში მსურდა. განაცხადა ტაილერ მორტონმა. ასევე მიქაუტაძის შესახებ მეცის თავკაცმა სტეფან ლემინანმა ისაუბრა. მიქაუტაძის შესაჩერებლად გეგმა? კონკრეტული გეგმა არ არსებობს, მაგრამ ყურადღება არსეთი წამით არ უნდა მოვადუნოთ. ნახევარი სივრცე რომ მივცეთ აუცილებლად გამოიყენებს. მიქაუტაძე არის მოთამაშე, რომელსაც მატჩის ბედის შემოტრიალება შეუძლია, მაგრამ ის ლიონის ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელსაც ეს გამოსდის. ჩვენ მალიკ ფოფანა და კორენტინ ტოლიცოც უნდა გამოვარჩიოთ. განაცხადა მეცის თავკაცმა. მე კი შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის ლიონი, გიორგი წიტაიშვილისა და აბუაშვილის მეც ხვალ 23 აგვისტოს შეხვდება. როგორც მოგეხსენებათ, დღეს PSG ლიგა 1-ში მორიგ შეხვედრას გამართავს. გუნდის თავკაცმა კი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მრავალ თემაზე ისაუბრა. ესპანელმა დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა ისევ შემადგენლობის მიღმა დარჩება. ასევე აღნიშნა, რომ გუნდში ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ ეს საჯარო საკითხი არაა და ვარჯიშებზე მუშაობენ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დეტალებში საჯაროდ შესვლა არ მინდა. მესმის კრიტიკა, მაგრამ შვიდად ვართ და ვიცით სად გვინდა წასვლა. მეკარემ ბურთით თამაშის დროს უპირატესობა უნდა მოგვცეს. მეტოქის პრესინგი წაიკითხოს, მენტალურად თანაგუნდელებს უხელმძღვანელოს და საჰაერო ბურთებზე დომინანტი იყოს. თან ყველაფერი შევცვალეთ, თან არაფერი. თუმცა ეს ცვლილებები საჯარო არ არის. ისინი ჩვენი სამუშაოს ნაწილია. თუ გსურს გავიმეოროთ ის, რაც გასულ სეზონში გავაკეთეთ, არაპროგნოზირებადობა უნდა გავაგრძელოთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებები მოთამაშეებთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სათადარიგო სკამზე მყოფ ყველა ფეხბურთელს კი შეუძლია რომ მნიშვნელოვანი გახდეს. ეს კი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, განაცხადა ლუის ენრიკე. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG დღეს ლიგა 1-ში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს, სადაც ხვიჩას გუნდი ანჟერს დაუპირისპირდება. ამიტომ ის ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხდება. თუმცა დავძენ იმასაც, რომ დიდი ალბათობით ხვიჩა დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს. არსებულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრისი უკინსი ავრცელებს და წერს, რომ კვარაცხელიას კუნთებში მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დღეს ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრას ანჟერთან ვერ ითამაშებს. კერძოდ ეს ჟურნალისტი ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. 2025-26 წლების სეზონის სტარტი კვარას
არასაკმაოდ მძიმე გამოსვლის. ჯერჯერობით სასურველი ფორმისგან შორსა და კონდიციების სრულად აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდება, რაც 4 სექტემბრამდე ანუ თურქეთთან მატჩამდე რთული შესასრულებელი იქნება. ვინაიდან და რადგანაც PSG სანაკრებო პაუზამდე მხოლოდ 2 მატჩს გამართავს. ესენი კი არის დღეს ანჟერთან და 30 აგვისტოს სტუმრად ტულუზასთან. ასე რომ კვარაცხელია სანაკრებო პაუზამდე მხოლოდ 1 მატჩი ექნება, რომ 90 წუთის თამაშის საშუალება მიეცეს. ახლა კი გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, რამაც ინტერნეტს ივსე მოიცვა. საქმე კი კვლავ კვარაცხელიასა და ნაპოლის ეხება. კერძოდ ცოტა ხნის წინ ნაპოლის პრეზიდენტმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა. ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კორიერე დელა სერასთან ინტერვიუში კვარაცხელიაზე ისაუბრა, სადაც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას გაყიდვა მომიწია, იმიტომ რომ მისი აგენტი FIFA-ს წესდების 17 მუხლის ამოქმედებით მემუქრებოდა. პირველი სეზონის შემდეგ ჩვენ ხუჭას კონტრაქტის გახანგრძლივება და გაზრდილი ხელფასი შევთავაზეთ. ვინაიდან ვიცოდით, რომ მისი დაბალი ხელფასი არაერთ კლუბს მოიზიდავდა და ისინი კვარაცხელიას ოქროს კოშკებს დაპირდებოდნენ. თუმცა მის აგენტ მამუკა ჯუღელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მას სხვა კლუბისგან მაღალი საკომისიოს მიღება სურდა. კვარაცხელიას კი სულ მცირე 10 მილიონი ევრო ხელფასი ექნებოდა. მეორე სეზონის შემდეგ კი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა, ხოლო ჯოვანი მანა, ანდრია კიაველი და მე დიუსელდორფში გადავფრინდით, რათა მოლაპარაკებები თავიდან გაგვემართა. მაგრამ მამუკა ჯუღელი ჯუნტოლის მიერ შეპირებული ფულის გადახდას ითხოვდა. ეს კი ტყუილია, რაც მარტივად შევამოწმეთ. მე ხვიჩა მაშინვე უნდა გამეყიდა. PSG მასა და ვიქტორ ოსიმენში 200 მილიონზე მესიხდიდა. თუმცა ანტონიო კონტეს დავპირდი, რომ ხვიჩა გუნდში დარჩებოდა და სწორედ ამიტომ სიტყვას ვერ გავტეხდი. განაცხადა დე ლაურენტისმა. ცნობისთვის მე-17 მუხლი, რომელზეც დე ლაურენტისი საუბრობს, ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის სამხრივად გაწყვეტას ითვალისწინებს. ეს კი იმ პირობით, რომ ის გადაუხდის კლუბს კომპენსაციის სახით თანხას, რომელიც კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში ხელფასის სახით უნდა მიეღო. ხოლო დე ლაურენტისის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეალობა, თუ რა ხდებოდა ხვიჩას თავს და როგორ გარემოში უწევდა ქართველ ფეხბურთელს თამაში. მისი წასვლის შემდეგაც ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი ძალა და მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას იტალიური კლუბისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თავად დე ლაურენტისმაც აღიარა ეს ფაქტი, თუმცა მისი დამოკიდებულება მაინც აეჭუა. თითქოს ცდილობს, რომ ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ ხვიჩას ტრანსფერში მის ბრალეულობაზე საუბარი არ იყოს და პასუხისმგებლობა მხოლოდ გარემოებებს გადააბაროს. დე ლაურენტისი შარში გაეხვა. რაფინიამ შესაძლოა ბარსა დატოვოს. ბარსელონას ვინგერი და 2025 წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთი ნომინანტი რაფინია დიასი ტრანსფერზე დაფიქრდა. როგორც ელნაციონალი წერს, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბლაუგრანა შეიძლება 2026 წლის ზაფხულში დატოვოს. გამოცემის ინფორმაციით რაფინიამ შესაძლოა ფინანსურად მომგებიანი შეთავაზება მიიღოს. მისით კი არაბული კლუბები აქტიურად ინტერესდებიან. თავის მხრივ კი არაა გამორიცხული, რომ ბარსა შესაძლოა ბრაზილიელის ტრანსფერს დათანხმდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თანხა 80 მილიონ ევროს გადააჭარბებს. მე კი შეგახსენებთ, რომ რაფინიას კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მან ბარსას შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა, სადაც 34 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა. ტრანსფერ მარკეტზე კი მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი გალათასარაის რიგებს შეუერთდა. საგულისხმოა, რომ ტრანსფერამდე ნიგერიელმა პარტენოპეის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მხოლოდ გალათასარაიში თამაში სურდა და ამ გარიგებისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. თუმცა ეს სიტყვები ნაპოლის პრეზიდენტმა არაფრად ჩააგდო და თურქული კლუბის სამი შეთავაზება დაბლოკა. საპასუხოდ კი ერთ-ერთმა თურქმა გულშემატკივარმა WhatsApp-ზე აურელიოს შვილს მესიჯი მისწერა და დაემუქრა. ეს თურქული მაფია, ოსიმენს ან გაუშვებთ, ან დასრულდებით. საპასუხოდ კი აურელიოს შვილმა ედუარდო დე ლაურენტისმა თურქ გულშემატკივარს უხამსად მიმართა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო. ძმაო, შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით. მისწერა თურქმა კომაგმა ედუარდოს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ ტრანსფერი შედგა და ნიგერიელმა თავდამსხმელმა თურქებთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.